აცდუნება იმის, რომ აი ალტსეზონი არის, ან ალტსეზონი იქნება და შესაბამისად აი ვიღაცის coin-ი 2-3 x-ით გაიზარდა და აი ჩემ coin-ს, ამ coin-ს რა სჭირს? ბაზარი ამ ეტაპზე სამწუხაროდ ესე მუშაობს. ჯერჯერობით ვხედავთ, რომ ეს არის საწვავი და ეს საწვავი სანამ იმუშავებს, ის ადამიანები, ვინც ამაში ფულს შეუვლობენ, იშოვენ. აი არ უნდა ამას დიდი ანალიზი, ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ბრალს ხომარდებ, არ ბრალს არდებ, უბრალოდ ისტორია მეორდება და გამეორებულ ისტორიაში ვხედავთ, რომ ზუსტად ისების ადამიანები არიან, ან რაღაც ჯგუფი, რომელიც მეტნაკლებად ხეირობს ალბათ. იმედია მაგის შნოც აქვთ, რომ მიხეირონ, ეგ კიდე ცალკე ამბავია. ანუ ეხლა სხვა ტემპერატურაში შევდივართ, ბიტკოინს არ ეხება ზოგადად გლობალურ სიტუაციას ეხება, სადაც გაურკვევლობის დონე დიდია. ანუ ან ეს მოხდება და ან ეს კი არა. ანუ კისა და არას შორის შუაში შეიძლება 100 სხვა ვარიაცია არსებობდეს, ხო? და ამ 100 სხვა ვარიაციის გათვლა წინასწარ თუ არ გაქვს ინფორმაცია, არის ძალიან რთული. და სანამ ტრამპი რაღაც ინფორმაციას დადებს და მანამდე რამოდენიმე საათით ადრე დიდი ოდენობით ბიტკოინი რო ილონგება, არ ვიცი, მითხარით რომ შეიძლება ვწდები რამეში.